საქართველო ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოს ოპოზიციურ ალიანსს უგზავნის. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება და მინისტრებმა მკაფიო გზავნილი გააჟღერეს, რომ საქართველოს მთავრობამ მოქმედების კურსი უნდა შეცვალოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ეს საკითხები არაერთხელ განიხილა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღია რჩება. საკითხს ეხმაურება მმართველი გუნდი. თავარი გზავნილები კვლავაც უცვლელი არის, რომ ევროკავშირი დგას ქართული ხალხის გვერდით, იცავს ქართული ხალხის უფლებებს და თავისუფლებებს. მათთვის მნიშვნელოვანი არის ქართული ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიზაციისთვის ქვეყანაში და კვლავაც ერთგულებას აცხადებენ ქართული ხალხის მიმართ, რაც ცხადია, არ გამოიხატება ქართული ოცნების მიმართ. ქართულ ოცნებას თხოვენ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზას, ამისთვის მათ უნდა დაადასტურონ სანდოობა, უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ სანდოობას დაადასტურებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრინციპების დაცვის საფუძველზე ქართულმა ოცნებამ დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ. სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად მთელი ამ წლების განმავლობაში იმისათვის, იმ მიზნით, რომ საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო, რომ საქართველოსთვის მოეხსნათ უვიზო რეჟიმი, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ხელისუფლება არ ეღიარებინათ. ეს მათი ახლა მატრაკვეცობა, რა თქმა უნდა, არაფრის მომტანი არ არის და თუ ბრიუსელში ჭირდებათ ქულების დასაწერად, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ნამდვილად ამ ქმედებით ქულებს ვერ დაიწერენ. რაც შეეხება ევროკავშირს და ზოგადად ბრიუსელს, თუ ისინი მხარს უჭერენ ქართულ ხალხს, რასაც ისინი ყოველდღე აცხადებენ და ლამის მათ ასე ვთქვათ ყოველდღიურ რიტუალად გადაიქცა ამ განცხადების კეთება, მაშინ ქართულ ხალხს ყავს არჩეული ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა კონდეთ მათ დიალოგი. საქართველო არ არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც არიან რაღაც ხალხები და ტომები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე ფორმა, სტრუქტურა და მოწყობა. საქართველო არის სახელმწიფო. ქართული ხალხი არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება და ამ ტერიტორიაზე უბრალოდ ადამიანების ჯგუფი არ ცხოვრობს. ეს არის სახელმწიფო თავისი საზღვრებით, თავისი ტერიტორიით, თავისი კონსტიტუციით, თავისი ინსტიტუციებით. და თუ ვინმეს უნდა დაგვანახოს პატივისცემა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს. და ეს საუბრები ქართული ხალხის მიმართ პატივისცემას აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში მიიჩნევენ ქართულ ხალხს მეორე ხარისხოვან ერად. ეს არის ზუსტად კოლონიალისტური აზროვნება, რომ მიიჩნევენ მეორე ხარისხოვან ერად, რომელთანაც უნდა ჩახვიდე, მოახდინო მათი კოლონიზება, ასწავლო როგორ უნდა აწყონ სახელმწიფო, იმიტომ თვითონ არიან აბორიგენები, იმიტომ უნდა ასწავლო როგორ უნდა შეარჩიონ თავისი მმართველები, იმიტომ ეს არიციან და არიან პირველყოფილ მდგომარეობაში. ქართულ ხალხს ჩვენი 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობით მიგვიჩნევენ სინამდვილეში მეორე ხარისხოვან ადამიანებად, რომელიც აქ რაღაც ჯგუფურად ცხოვრობთ რაღაც ტერიტორიაზე, ყოველ ჯერზე, როდესაც იქნება ასეთი მიმართვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ქართულ ხალხს შეეცდებიან, რომ გამიჯნონ ქართული ხალხი საქართველოს სახელმწიფოსგან, ყოველ ჯერზე მე პირადად ვაპირებ, რომ სათანადო პასუხი დაუბრუნო ყველას, ვინც ამას გააკეთებს, დაუბრუნოთ იმ ხრივ, რომ ეს იქნება კოლონიალისტური დამოკიდებულება და იმის წარმოჩენა თითქოს საქართველო არის ვინმეზე ნაკლები ადამიანი, მეორე ხარისხოვანი ერი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ქვეყანა მართოს.